ვიკრიფეთ დღეს საკითხებსაც რომ ვანო მერაბიშვილს მიულოცოთ დაბადების დღეს. ყველამ კარგად ვიცით თუ რა ღვაწლი აქვს მას საქართველოს წინაშე. დღევანდელი პოლიცია რომელსაც უნდა დღევანდელი ხელისუფლება ამაყობს არის ვანო მერაბიშვილის რეფორმის დამსახურება და ჩვენი უსაფრთხოებას დღეს რომ ნაწილობრივ დაცულია და წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ნამდვილად ეს იყო 100%-ით გარანტირებული თითოეული მოქალაქის უფლება. სიმშვიდე ეს იყო პოლიციის დამსახურება და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის თავი და თავი იყო ვანო მერაბიშვილის რეფორმა. Solidarობას უცხადეთ ვანო მერაბიშვილს, ვინაიდან მიგვაჩნია რომ ვანო მერაბიშვილი არის პირდაპირ პოლიტიკური პატიმარი. არანაირი რეალური მტკიცებულება იმის რომ იგი არის დამნაშავე, თუნდაც 26 მაისის საქმეში, თუნდაც დასაქმების სამისოთა დაკავშირების ეპიზოდებში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამის და კიდევ ერთხელ ხომაღლა ვაფიქსირებ. ვანო მერაბიშვილი არის პირადად ბიჯინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და თავისუფლება ამ ადამიანს. გავაპროტესტოთ ქართული ოცნების, ზოგადად მათი ხელმძღვანელის ბიჯინა ივანიშვილის უმოქმედება ყოველ დღე გრძელდება თითქმის ოკუპაცია. მალე ალბათ თბილისის შემოვლენ ისეთი მძიმე მდგომარეობაა. და რავი, ვფიქრობ რომ ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს, უნდა გავაპროტესტოს და უნდა გავაგებინოთ ამ ადამიანს ყოლბაში როა გამოკეტილი რომ ჩვენ არ შევეგვებით ოკუპაციას. ძის ოკუპაცია, ძის ოკუპანტები და ძის ის ადამიანები, რომლებიც ამ ოკუპანტებს ხელგაშლილი ხდებიან. მე მაქვს განცდა როგორც ბიჯინა ივანიშვილს საქართველოს გონია საკუთარი შეფესე, სადაც უნდა იშოვოს ფული. ანალოგიურად ფიქრობს ალბათ დავით ნარმანიაც, რომ თბილისი არის შეფესე, სადაც უნდა მოხვეჭოს ფული, უნდა შევიდეს კორუფციულ გარიგებებში მოსახლეობის ხარჯზე. მოეგოს დროა, მოეგოს ნარმანია გონს. პირველ ეტაპზე თქვენი დავალებით განვახორციელებთ რომ გამზადეს პროექტი დამატებით სივრცისთვის და მომავალ წელს მოკლედ საერთო ჯამში ეკრება 2 ჰექტარი ტერიტორია. მადლობა წარმატებები.